მოგესალმებით, ჩემო ერთგულო აუდიტორია. დღეისათვის მინდა შემოგთავაზოთ მორიგი გაშლა, ჩემო კარგებო, რა იქნება თქვენ შორის მომავალში. სანამ გაშლას დავიწყებდე, მინდა შეგახსენოთ, რომ ენერგიების გაცვლის მიზნით ეს ვიდეო თუ შეგხვდებათ და არასკროლობთ და რა თქმა უნდა უყურებთ, აუცილებელი არის მოიწონოთ ვინაიდან ერთგვარი ეს იქნება ბალანსი და დისბალანსი რომ არ ვიყოთ არც ერთი მხარე. ახლა კი დავიწყოთ გაშლა, ჩემო კარგებო, რა იქნება თქვენ შორის მომავალში, როგორ განვითარდება კონკრეტულად თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებაზე გვარის სახელი, ასე კი ჩაიფიქრეთ და იფიქრეთ მხოლოდ მასზე. ნახოთ რა იქნება მომავალში თქვენ შორის. თქვენ შორის ჩემო კარგებო, მინდა გითხრათ, რომ ძალიან მალე მოდის სასიხარულო ცვლილება, რომელიც ასე ვთქვათ, შემდეგ ლეველზე გადაგიყვანთ ცხოვრებისეულ ეტაპზე, აუცილებლად ეს იქნება, როგორ იცით, თქვენი მხრიდან რაღაც დაბალანსდება თქვენი ურთიერთობა ნამდვილად. შესაძლებელი არის, ნახეთ, აუცილებლად ეს იქნება ძველი ასე ვთქვათ, რაღაც მანკიერი თვისებები, ხო? ან ურთიერთობაში რაღაც, რაც არ მოგწონდათ, ხო? ის აუცილებლად ტრანსფორმაციას განიცდის, დაინგრევა და ახალ ეტაპზე გადახვალთ, რომელიც თქვენ სულიერ სიმშვიდეს მოგიტანთ. თქვენ ცხოვრებაში საკმაოდ, ასე ვთქვათ, სხვა ერა დადგება, ხდებით ხო, ჩემო კარგებო, რაზეც მაქვს საუბარი, ანუ ეს იქნება უკვე სულიერი სიმშვიდის ტოლფასი. ვნახოთ კიდევ რა იქნება თქვენ შორის მომავალში. თქვენ შორის მომავალში ნახეთ, შესაძლებელი არის ამ პიროვნებამ თქვენ ხელით შემოგთავაზოთ, ჩემო კარგებო, და რაღაც პერიოდი, რაღაც მომენტში, ასე ვთქვათ, თქვენ შიშმად შეგიპყროთ. ვინაიდან შესაძლებელი არის, რომ ნახეთ, ხართ, თქვენ ფიქრობთ, რომ მზად ხართ ამ ურთიერთობისთვის, მაგრამ უცებ აღმოჩნდება, რომ თქვენ არ ხართ მთლად ისე მზად, როგორც გეგონათ და შესაძლებელი არის შეგიპყროთ, ასე ვთქვათ, შიშმა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ აქ ამოდის ბევრი თქვენთაგანი პარტნიორზე ძლიერი არის. შესაძლებელი არის ახლა თქვენ მამაკაცებიც მიყურებდეთ და ამიტომ შესაბამისად ესეც იკვეთება, ვინაიდან ეს არის საჯარო გაშლა, ჩემო კარგებო, ნუ თქვენ შორის არის ძალიან დიდი სიყვარული და ასევე ნახეთ, არის იმისი ალბათობაც, რომ რაღაც ეს ადამიანი რომ შემოგთავაზებ თავის გულს, ხო? და ხელს გთხოვთ. ან შესაბამისად შესაძლებელი არის მამაკაცაც აქეთ, ნუ როგორ ვთქვათ, ქალმა იაქტიუროს და შიშმა შეგიპყროთ, როგორც წეღან აღვნიშნე, ზუსტად ასე მიდის მორიგი არკანების, ჩემო კარგებო. ნუ მოდით ასე გეტყვით, ჩემო კარგებო, რომელიღაც თქვენთაგანი პარტნიორი, ანუ ან თქვენ, ან თქვენი პარტნიორი ამ ურთიერთობას არასერიოზულად აღიქვავს, ერთი თქვენთაგანი, მეორე თქვენთაგანს, ანუ უფრო ერთულება ეს ურთიერთობა, რაღაც გამუდმებით ნახეთ წრეზე დადიხარ, თითქოს ფიქრობთ, რომ არაფერი არ იცვლება, თითქოს ფიქრობთ, რომ ყველაფერი მოძველებული არის, თითქოს დაიღალეთ ამ ყველაფრისგან, მაგრამ ჩემო კარგებო, როგორც დასაწყისში გითხარით, ხომ ეს ყველაფერი ახალ ეტაპზე გადადის, აუცილებლად მომავალში, უახლოეს პერიოდში და ვნახოთ რა იქნება, ანუ მომავალში გავიგეთ, მაგრამ ვნახოთ უკვე უფრო დრო რომ დავაკონკრეტოთ, უახლოეს რამდენ პერიოდში არის შესაძლებელი ეს ურთიერთობა სხვა ეტაპზე გადავიდეს. ნახეთ, ეს ურთიერთობა კიდევ რაღაც პერიოდი ისევ ასე იქნება, მაგრამ ძალიან მალე დაიწყება უკვე, მოდით ასე ვთქვათ, ახალი წლიდან, შესაძლებელია ახალ წლამდეც, მაგრამ უკვე საბოლოოდ ჩამოყალიბდება, როგორც თქვენ გინდათ, ჩემო კარგებო, უკვე გაზაფხულისთვის იქნება ისეთი ურთიერთობა, რომელზეც თქვენ ოცნებობდით, როგორი ურთიერთობას თქვენ გინდოდათ და თქვენ, ანუ თქვენთვის იდეალური მამაკაცი ვინც იყო,
და ასევე თუ თქვენ ახლა ერთად იმყოფებით, გაზაფხულისთვის სიახლე გექნება თქვენ ცხოვრებაში, შესაძლებელი არის შემოკარგებო, რომ ბავშვიც გამოჩნდეს და თუ არ ხართ ერთად სამომავლოდ, თქვენ ამ პიროვნების აუცილებლად ქალბატონი და შესაბამისად შვილების დედა გახდებით. ეს იყო პატარა მორიგი გაშლა შემოკარგებო. შეგახსენებთ, რომ უკვე ინდივიდუალური გაშლებისთვის შეგიძლია მომმართოთ 577 68 40 44-ზე WhatsApp-ი, Viber-ი. ახლა კი დაგემშვიდობებით და ბედნიერ დღეს გისურვებთ.